როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. რაღაც ისეთ განწყობაზე ვარ, თითქოს ვზივართ ახლა ჩვენ. ბუხართან და ჭუკჭუკებთ. დიდი ხანი თქვენთან ყავაც არ დამილევია, ძალიან მომინატრეთ. და ესეთ ნაკადში ვარ, რომ მომინდა აი ასეთ რომანტიკულ განწყობაზე თქვენთვის გამეშალა ტარო. რა თქმა უნდა, სანამ გაშლას დავიწყებდე, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სასიხარულოა. ყველას გისურვებთ წარმატებებს ცხოვრებაში, ტკბილ შემოდგომას და ოცნებების ასრულებას. მოდით დღეს თან ცოტა ღია ორაკული მაქვს, რომელსაც ვერ გამოვაჩენ და პირდაპირ ტყვიაში აჯენს, ამიტომ არ მინდა რომ ხა YouTube-მა რამე პრეტენზია ამ ნახატების მიმართ გამოთქვას და ამას ჩემთვის დავიტოვებ აქ თავარი, მოკლედ რა ენერგიებშია კონკრეტულად თქვენს მიმართ და შემდეგ ამ არაჩვეულებრივ ტაროზე, რომელიც თითქოს გეგონება რომ ძალიან მსუბუქია, მაგრამ ისე პირდაპირ საუბრობს, გაგიკვირდება, მაგრამ ძალიან ლამაზია. ნახოთ აბა და დავწყოთ. რა ენერგიებშია თქვენს მიმართ? მისი მთავარი ენერგიები, ანუ რა ვიბრაციებს დაიჭერს ახლა ტარო? რა ენერგიებშია თქვენს მიმართ ეს ადამიანი? ცვლილებების წინაშე დგას. აქ დგას როგორი საკითხი, იცით? აუცილებლად ან ყველაფერი უნდა შეცვალოს სტაბილურობისკენ, ან არაფერი, ან ყველაფერი, ან არაფერი. ესე იგი, აქ თავარი ვაიბი რა არის, იცით? და ენერგია, რომ მისთვის ხარ უმნიშვნელოვანესი, ძვირფასი ადამიანი. და ამავე დროულად ეს არ არის მისთვის მარტივი. თუ რატომ არ არის მარტივი, ალბათ გამოჩნდება ახლა, ნახოთ. რა ფიქრებია? რა არის მისი მთავარი ფიქრები? ამ ცვლილებებთან დაკავშირებით საერთოდ ყველაფერთან რას ფიქრობს? რას ფიქრობს? ალბათ გადაჭეხვა გესმოდათ და მანამდეც თავიდანვე სანამ გადავჭეხავდე ეს პენტაკლების დედოფალი იყო და ეს უბრალოდ მინიშნებასავით დავტოვოთ აქ, იმიტომ რომ თავარი თქვენზე არის, აქ დავტოვოთ. აქ არ მინდა რომ დაიწოს გეგონება რომ იწვის პორტრეტი. ასე დავტოვოთ. თქვენ ხართ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. პენტაკლის დედოფალი, თავდაჯერებული, ნაყოფიერი, ულამაზესი, 7 ენერგია, ძალიან კარგი ენერგია. ძვირფასი ხარ მისთვის. რა ფიქრები აქვს, ნახოთ. ნოსტალგია. რაღაცა ჩუმ რეჟიმზე ხართ, უხმო რეჟიმზე ხართ ორივე. მისთვის შენთან გატარებული დრო ყველაზე მნიშვნელოვანია. ისეთ მოგონებებში აგდებს, რომ ერთი სიამოვნება უბრალოდ მარტო განმარტოვდეს და შენზე იფიქროს. შენს კი ფიქსირდება მასზე ფიქრები და რატომღაც თქვენ ერთმანეთის ფიქრებს გრძნობთ, თუმცა აქ მაინც აფუჭებს ყველაფერს თავისი ამბიციური ხასიათი. ესე იგი, მოქმედების პერიოდში სულ სხვანაირი ადამიანია. მოქმედება მისთვის არის ძალიან ემოციური, ამბიციური, შენს მიმართ უნდა რომ თავი მოგაწონოს, თან კიდე იმალება ამავე დროულად და არ უნდა რომ გაშიფროს თავისი ინტერესი შენს მიმართ. ცდილობს მიიქციოს შენი ყურადღება, მაგრამ შენი ყურადღების მიქცევა უკვე არის ძალიან რთული. თქვენ შორს არეულია ყველაფერი. შეიძლება გავლენაც იყოს ზოგადად ადამიანების, ესეც არ არის გამორიცხული. შენ ხარ საოცრად ლაღი, საოცრად კარგი, ამას უყურებს, ამას აცნობიერებს. რას იჭერს იცი თავის ფიქრებში, რომ ისეთი ინტერესი აღარ გაქვს მის მიმართ. თითქოს შენი ცხოვრებით ხარ, დღითი დღე უფრო მშვენიერი და კარგი ხდები, უფრო ჩამოყალიბებული ხდები და თითქოს მისი ადგილი ნაკლებად რჩება შენს ცხოვრებაში.
ძლიერი ხარ, მიმზიდველი ხარ. თან როგორი ემოციურიც არ უნდა ჩანდე და სუსტი ამავდროულად ისეთი ხარ, რომ შეიძლება ვერც კი გადაგირჩეს ადამიანი შენ გაბრაზებას ისეთი უკუჩვენებები აქვს. გამოცადა კიდეც შესაძლოა. რას ფიქრობს კიდე მოდი ვნახოთ. როგორ ეძახის ცდუნება შენსკენ. უნდა რომ გაცდუნოს. რაღაცა მისთვის როგორი მომენტია იცი, უნდა რომ ყველანაირად გამოგიწვიოს. გამოგიწვიოს, დაგირღვიოს სიმშვიდე. უნდა რომ გამოდმებით მასზე ფიქრობდე, მაგრამ შენ ზურგი აქციე და შენ ყველაფერი დაუმთავრე ამ ადამიანს. ვერ ვიტყვი რომ შენც კარგად ხარ მის გარეშე, მაგრამ თავარია თვითონ გრძნობს რომ პირიქით კარგად ხარ, მაგრამ შენ მაინც არ ხარ მის გარეშე ისე როგორც უნდა იყო, მაგრამ ყველაფერი გადაივლის და რაღაცნაირად ისეთი უეცარი სიხარული შემოვა შენ ცხოვრებაში, რომ შეიძლება შენ თვითონაც გაგიკვირდეს ეს ყველაფერი. რაც უფრო მეტად კარგ ხასიათზე იქნები და ამ ადამიანის ფიქრით არ ჩაიძირები, უფრო უკეთესად იქნები დამიჯერე. რა ფიქრები აქვს? ნუ რა უნდა ვთქვა, დადნა ეს ტარო დღეს, ანუ რა უნდა ვთქვა? უფრო ვიტყოდი, რომ მოგონებები, გახსენება და წარმოდგენა, თუ რა შეიძლება მართლა აქედან გამოვიდეს და შენ ხარ ის ადამიანი და ის სიყვარული და ის ქალი, სადაც ესეთი ვნებით რომ გიყურებს და ითრევ მოკლედ აი ამ როგორც აქ არის კოცონი, იგივე არის წითელ ფონზე ეს სიყვარულის და ვნების ცეცხლის ალიც. იწვის ეს ადამიანი და არ ვიცი სანამდე გაუძლებს ამ ყველაფერს. მე ამ ენერგეტიკიდან მაინც იმას ვგრძნობ, რომ რაც უნდა იწოდეს, რაც უნდა გრძნობა კონდეს, ხო? არ გიღებს რომ ამ ადამიანთან შემოტრიალდე, არ გიღებს ამ ადამიანს ბოლომდე მიენდო და საერთოდ ბოლომდე კი არა, ნდობა ან არის, ან არ არის, ნახევრად მინდობა და რაღაც პროცენტები ეს არ ითვლება. ამიტომ შენი თავი მაქსიმალურად მოწოდების სიმაღლეზე დააყენე და უფრო და უფრო ეს პიროვნება ჩაიძირება ემოციურ თავის ემოციურ წნეხში თუ რა ვიცი რაც ქვია ამას წნეხი ქვია რა არის ხუთიანი პენტაკლი გამოვა სიტუაციაში გრძნობს თავს და ვერ გაიგო ან ვერ გაიგო რა გააკეთოს არა და ცოტა აქ ისეთი მომენტია ძალიან კარგად იცის გასაღები სად არის იქვე არის გასაღები იქვე მაგრამ არ ჩქარობს რომ ის იგი გულისკარების გააღოს თქვენის გააღოს და საერთოდ რაიმე პრობლემა გადაწყვეტოს თქვენ შორის სინანულშიც არის იმდენად სულად ახსენდება ზოგჯერ თქვენგან წამოსული სიტყვები რომ აი პირდაპირ თავში უკაკუნებს როგორც ეს ყვავი ელოდეთ მისგან შეტყობინებას და ეს შეტყობინება იმდენად გაგახარებს რომ პირდაპირ იტყვი რომ მე შენზე გავიმარჯვე და მართლაც გაიმარჯვებ იმიტომ რომ ეს ისეთი ტიპია ესე მარტივად არც მოგწერს და არც არაფერი მაგრამ ნახე როგორი ერთნაირი ვაიბი მოდის შენ უნდა იყო აი ესეთი თავდაჯერებული თითო როგორი ჭკვიანი და როგორი რაღაცნაირად თავისებურად მიმზიდველი ადამიანია აქვს თავისი ქარიზმა ამიტომ ასეთ დინჯ ადამიანს, რომელსაც შეიძლება ხა ყველა დინჯი არ იყოს, მაგრამ რომელსაც შეუძლია თავის დაფასებაც, დუმილიც, ასეთ ადამიანს იგივე მანერით და იგივე ქცევის მოდელით დაანახებთ და გააგებინებთ ყველაფერს. ამიტომ წარმატებებს გისურვებთ ყველაფერს და რა თქმა უნდა გელოდებით კომენტარებში. დროებით.